გვასწავლიან ებრაელი ბრძენები, რომ არსებობს მიდრაში, რომლის თანახმადაც ნოახმა თავის კიდობანში ცხოველებთან და ფრინველებთან ერთად შეიყვანა ფასკუნჯი. ფასკუნჯი, ანუ ფენიქსი. წმინდა ენაზე მას ოფხოლ ეწოდება. წარღვნის შემდეგ, როცა ნოახმა ყველა ცხოველი და ფრინველი გამოუშვა კიდობანიდან, შეამჩნია, რომ ფასკუნჯი ჩუმად იჯდა კუთხეში. გაახსენდა, რომ არც ერთხელ არ დაუპურებია და ძალიან შეწუხდა. მივიდა მასთან და ჰკითხა, ყველა ცხოველი და ფრინველი გთხოვდა საკვებს. შენ რატომ არასოდეს არ გთხოვე არაფერი? უპასუხა ოფხოლმა, ვნახე, რომ შენც და შვილებიც ძალიან დაკავებულები იყავით, არ მინდოდა, რომ ჩემთვისაც შეწუხებულიყავით. ცოცხალი როგორ დარჩი? ჰკითხა. ვილოცე გამჩენის წინაშე სულიერი საზრდო ვითხოვე, უპასუხა ფასკუნჯმა. ეს რომ გაიგო ნოახმა, ფენიქსი დალოცა, ასეთი საქციელისათვის შენ მუდმივი სიცოცხლე დაიმსახურე. არასოდეს არ მოკვდები. ეს მადლიანი ფრინველი დღემდე ცოცხალია. 1000 წელიწადში ერთხელ იწვება და თავიდან იბადება. ის შედარებულია ებრაელერთან, რომელიც მიუხედავად ყველაფრისა აგრძელებს არსებობას. თუ მოგეწონა ეს როლი, აუცილებლად დაალაიკე და სხვა როლებსაც გადახედე. დარწმუნებული ვარ, რომ ბევრ ახალ და საინტერესოს მოისმენ და გაიგებ. გამოიწერე ჩემი YouTube კანალი და სხვებსაც გაუზიარე. წინასწარ გიხდი მადლობას. თუ გსურს კომენტარით სამიტოვე. აბა კარგად. მომავალ ვიდეო რგოლამდე.